რა თქმა უნდა შესაძლებელი არის წონისკლება კალორიების თვლის გარეშე. მე პირადად მთელი ჩემი აი ამ ფიტნეს კარიერის განმავლობაში მაქსიმუმ 3 ჯერ თუ მექნება კალორიები დათვლილი, ისიც გაკაჩე 2 კვირის განმავლობაში. საკუთარი თავისთვის. ჩემი თავისთვის, ხო. როგორ არის შესაძლებელი და იმას, რასაც ეხლა ვჭამთ, იმისი ანალიზი გავაკეთოთ. უნდა ჩავწეროთ სადღაც 3-4 დღის განმავლობაში რა ვჭამეთ. დილას რა ვჭამეთ, საღამოს რა ვჭამეთ. შეზღუდვის გარეშე რა ვჭამეთ. შეზღუდვის გარეშე გავაანალიზე აი ამ 4 დღის განმავლობაში და აი ამ ჩამონათვალში შემთხვევაში წონისკლება არ ხდება. აი აქვე დავიწყებ მე, აი ხა რა ვქენი აქ. თუ ჩავიხედე და ზედმეტი დავუშვათ ხემსი იყო და ხემსებს ამოვიღებ, თუ წონისკლება არ ხდება. თუ ხემსებიც არ არის, მაგ შემთხვევაში უკვე გადავდივარ ულუფის კონტროლზე და ულუფის კონტროლის რამოდენიმე ხერხი არსებობს. ერთი ვარიანტი არის, როდესაც თვალი როცა ხარბი არის, იღებ იმ შენ ხარბად თეფშზე. ეცადო ის რაც ხარბი თვალით გადმოიღე, იმისი მესამედი დატოვო თეფშზე. მეორე მეთოდს როგორ ვაკონტროლოთ ულუფები. ამ შემთხვევაში ავიღოთ ერთი თეფში დავუშვათ თუ ჩვენ ძირითადად ვჭამდით რაღაცა აი ახლა მათლაფით ან თუნდაც საშუალო თეფშით, მაგრამ ამ თეფშს ორჯერ ვავსებდით, ერთი რო ერთხელ დავიყვანოთ, ერთ თეფშზე დავიყვანოთ და ამ თეფშზე თავიდანვე გადმოვიღოთ ჩვენი ულუფა. ან ყველაზე მაგარია, უკვე კონტეინერში გადმოვიღო მე ჩემი ულუფა. აი, როცა მაძღარი ვიქნები, როცა უკვე ნაჭამი ვიქნები, მაშინ გადმოვიღო ჩემი შემდგომი ჭამის ულუფა, ან კონტეინერში, ან თეფშზე. და ისე გადავდო ცალკე.